სამხრეთ აფრიკა. ერთადერთი ქვეყანა დედამიწაზე, რომელსაც 3 დედაქალაქი აქვს. ქვეყანა, სადაც შეგიძლია ერთ დღეს სანაპიროზე პინგვინებთან ერთად იცურავო, ახტება როგორ ხარ? რამდენიმე საათში კი წახვიდე საფარიში და ველური ცხოველების გარემოცვაში აღმოჩნდე. ესაა კონტრასტებით სავსე ქვეყანა, სადაც სიმდიდრე და კრიმინალი ერთად თანაარსებობს. სამხრეთ აფრიკა არც თუ ისე პოპულარული მიმართულებაა ჩვენთვის ქართველებისთვის, ამიტომ მე და ჩემმა ტურისტულმა კომპანიამ გადავწყვიტეთ ჯგუფური ტური გაგვეკეთებინა და ერთად გვემოგზაურა ქვეყანაში, რომელიც აფრიკის ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოდ ითვლება. პირველი შთაბეჭდილებები ძალიან დადებითია. თუმცა ეს დადებითი შთაბეჭდილებები მას შემდეგ შეიცვალა, რაც ქვეყანაში გამეფებული კრიმინალი პირადად შემეხო. ძალიან ცუდად დაიწყო ამ ქალაქში შემოგზაურობა და ვიყვებით მაგას ცოტა ხანში. და მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ აი ამ არაჩვეულებრივი კონტენტის წარმომადგენია სადაზღვევო კომპანია Vizeri. ხოლო რაც შეეხება არხის გენერალურ სპონსორს, ვინ არის ჩემი გენერალური სპონსორი? პინგვინებო. Asla story. სწორია. Asla story. იწყება ჩვენი მოგზაურობა მეგობრებო თბილისის აეროპორტიდან. ეს გახლავთ ჩემი ტურისტული კომპანია Around the World-ის ჯგუფური ტური. ჩვენი ერთი ჯგუფური ტური შარშან ზუსტად ამ დროს ჰქონდა კუბაზე და ვიდეოც დევს, შეგიძლიათ ნახოთ. და ეხა მივფრინავთ სამხრეთ აფრიკაში. აი ესეთ განსხვავებულ ჯგუფურ ტურებს ვაკეთებთ. თბილისიდან ჯერ ჩავფრინდით სტამბულში, ხოლო სტამბულიდან 10 საათი ვიფრინეთ და სამხრეთ აფრიკის ყველაზე პოპულარულ ქალაქში, კეიპტაუნში დავეშვით. სამხრეთ აფრიკაში ქართველებს ვიზა გვჭირდება. ვიზების ამბავი კი ჩვენმა ტურისტულმა კომპანიამ მოაგვარა. კეიპტაუნის აეროპორტთან ვართ, ეხლა ველოდებით ტრანსფერს. ინტერნეტი უკვე მაქვს. როგორც კი დაფრინდა თვითმფრინავ ეგრევე ჩავრდე, იმიტომ რომ ვიყენებ რა თქმა უნდა ნომიოს აპლიკაციას და არ მჭირდება აქ შევიდე და რიგში ვიდგე აეროპორტში სიმკვრივის ასაღებად. ასე რომ ჩამოტვირთეთ ნომიოს აპლიკაცია, აღწერაში იქნება ლინკი და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გექნებათ უსწრაფესი ინტერნეტის საუკეთესო ფასად. გამოიყენეთ პრომოკოდი SOSO15 და დამატებით 15%-იან ფასდაკლებას მიიღებთ. Yeah, YouTube. You can say something. My friend, the thing is that I was just trying to check if. We are from Georgia, you know? Georgia country. Okay, no, I would be alive on that side. საერთოდ ვერაფერი გავიგე ეს კაიკაცი რას მელაპარაკებოდა. ამ კადრიდან მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს იყო ბოლო დღე, როცა ჩემი ტელეფონი ხელში მეჭირა. თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით. იქამდე ჯერ მოდი სასტუმროში დავბინავდეთ. ესე გამოიყურება ჩვენი სასტუმროს მისაღები. ესეც ნომერი, მეგობრებო, აი ესე გამოიყურება. ჩვენიერი ნომერია. არაფერი დაეწუნება და ესეთი ხედი გვაქვს. მოკლედ ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ეხლა ცოტას დავისვენებთ და მერე დავიწყებთ კეიპტაუნის აღმოჩენას. სანამ კეიპტაუნზე გადავალთ, იქამდე გეტყვით, რომ სამხრეთ აფრიკას 3 დედაქალაქი აქვს: პრეტორია, ბლუმფონტეინი და კეიპტაუნი. ქვეყნის შექმნის დროს 1910 წელს ძალაუფლება 3 სხვადასხვა ქალაქზე გადაანაწილეს. სწორედ ამიტომ დღეს მთავრობა ერთ ქალაქშია, პარლამენტი მეორეში, ხოლო სასამართლო სისტემა მესამეში. კეიპტაუნი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და მდიდარ ქალაქად ითვლება. აქ ცხოვრობენ მილიონერები, ცნობილი ადამიანები და წარმატებული ბიზნესმენები. ზოგიერთ უბნებში სახლების ფასი მილიონებს აღწევს. მეორეს მხრივ, ქალაქის მაცხოვრებლების 40% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. სხვადასხვა უბნებში კი უამრავი კრიმინალური დაჯგუფება არსებობს. კეიპტაუნში დღეში საშუალოდ 10 ადამიანს კლავენ. ყოველივე ეს კი აქაურობას ძალიან კონტრასტულ და ამავდროულად სახიფათო ქალაქად აქცევს. თუმცა ერთი შეხედვით ეს უდიდესი მინუსი ქალაქს არ ეტყობა. ყველაფერი ძალიან ლამაზი, სუფთა და მოწესრიგებულია. პირველი შთაბეჭდილებები არის ძალიან კარგი. უსუფთავესი ქალაქი ჩანს, ძალიან კოხტა, ლამაზი, ადგილმდებარეობა აქვს საოცარი და ჯერჯერობით ძალიან მომწონს. ნახოთ რა იქნება მომავალ დღეებში. მომავალი დღეები აღარ გახდა საჭირო, რადგან ამ საუბრის ჩაწერიდან რამდენიმე საათში გვიან ღამით საკუთარ თავზე გამოვცადე თუ რამდენად კრიმინალურია ქალაქი. იწყება ჩვენი დღე კეიპტაუნში, მოვიდა ავტობუსი და წავალთ ახლა საინტერესო ადგილების სანახავად.
ხო, გუშინ ჩემი დღე ძალიან ცუდად დაიწყო. ძალიან ცუდად დაიწყო ამ ქალაქში ჩემი მოგზაურობა და მოგიყვებით მაგას ცოტა ხანში. ასე და ამგვარად დავიძარით ქალაქის იმ ადგილისკენ, რომელსაც ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს. აი, იქ უნდა ავიდეთ იმ მთაზე. საბაგიროს ბილეთის ფასი არის დაახლოებით $30 ფარგლებში. 500 რანდი. ამათი ვალუტა გახლავთ რანდი. ავალთ ახლა აი სადღაც აქ. თუმცა ასვლის პროცესი საკმაოდ გაიწელა, რადგან საბაგიროსთან ყოველთვის დიდი რიგები დგას. აი, აქ იწყება ჩვენი რიგი, მეგობრებო. იქეთ გრძელდება. მე იქეთ გრძელდება. და სადღაც აი თავდება 40 წუთი დაგჭირდება აი ამ რიგში. გავიდა 40 წუთი და ჩვენი რიგიც მოვიდა. დავიძარით საბაგიროთი, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლებოდა ქალაქზე და რამდენიმე წუთში მაგიდის მთაზე აღმოჩნდით. კი, სწორედ ასე ქვია ამ მთას, რადგან მისი ზედაპირი ბრტყელია და მაგიდას გავს. მოდი ახლა გადაგახედებთ აქედან. გაჩვენებთ რა საოცარი ხედებია. ახეთ. რა ლამაზია აქაურობა. მეორე მხარეს გადმოვედი. აქედანაც გადაგახედებთ. აი, აქედან უკვე ცენტრალური ნაწილი მოჩანს ქალაქის. ძალიან მომწონს. უბრალოდ კარგი იქნებოდა, რომ ნაკლებად კრიმინალური ყოფილიყო. მოკლედ ახლა მოგიყვებით, როგორ დაიწყო გუშინ ჩემი დღე კეიპტაუნში. შევეცდები AI-ის დახმარებით ზუსტად გავაცოცხლო ჩემი გუშინდელი ინციდენტი. ქალაქის ცენტრში ვიყავი, როდესაც დაღამდა და გადავწყვიტე სასტუმროში წავსულიყავი. გამოვიძახე ტაქსი Uber-ით. წინ დავჯექი და დავიძარით სასტუმროსკენ. ცხელოდა, ამიტომ ფანჯარა ჩამოვწიე, რომ ჰაერი შემოსულიყო. გზაში ტელეფონი ამოვიღე და სკროლვა დავიწყე, დრო რომ გამეყვანა. ამასობაში ტაქსი გაჩერდა ერთ-ერთ ჩუქნიშანზე და მოულოდნელად ვიღაცამ გარედან ტელეფონი გამომტაცა ხელიდან. რამდენიმე წამი აზრზე ვერ მოვედი რა მოხდა. რომ გავიაზრე მომხდარი უკვე გვიანი იყო. გავიხედე მანქანის ფანჯრიდან, რომ დამენახა მაინც ქურდი, მაგრამ იმდენად შორს იყო უკვე აღარაფერს აზრი არ ქონდა. თან ღვედი მქონდა შეკრული და მანქანიდანაც ვერ გადავიდოდი სწრაფად, გაკიდება რომ გადამეწყვიტა. თუმცა ტელეფონის ქურდმა არ იცოდა, რომ ჩემი არხის სპონსორი ელიტია და არც ის იცოდა, რომ ელიტი Apple-ის ოფიციალური რესელერია. ამიტომ უტელეფონოდ არ დამტოვებდა. გული მხოლოდ უამრავ ფოტო-ვიდეო მასალაზე დამწყდა, რომელიც ტელეფონში მქონდა და რომელიც სამწუხაროდ ვერ დავიბრუნე. საშინელი გრძნობა იყო, აი ვერ აგიხსით როგორ გამიტყდა რა. თან მოგზაურობის დაწყებისას რო ხდება ესეთი რაღაც, ორმაგაც ცუდია, იმიტომ რომ ხასიათი გიბუჭდება რა. ერთი ის მომშვიდებს, მეგობრებო, რომ კარგად მაინც მაცვია. იმიტომ რომ ჩემს ჩასრულობაზე ზრუნავს Dress Up G და არ არსებობს გემოვნება, რომელსაც Dress Up G ვერ დააკმაყოფილებს. ძალიან კომფორტულია, მოკლედ Dress Up-ზე შოპინგი, რასაც აარჩევთ, მოგიტანენ სახლში, მოისინჯავთ და თუ სიტყვაზე არ მოგეწონებათ ან ზომაში ვერ გექნებათ კარგად, შეგიძლიათ უკან დააბრუნოთ. ეხლა წავედით პინგვინების სანახავად. წავედით პინგვინების სანაპიროსკენ. გზა, რომელიც იქამდე მიდის, ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივია ამ ქვეყანაში. მოვედით პინგვინების სანაპიროსთან, სადაც როგორც მოსალონელი იყო ძალიან ბევრი ხალხია. და აი აქვე არის წარწერაც, რომ ძალიან მალე ვნახავთ აფრიკელ პინგვინებს. აი, უნდა შევიდეთ. აი, ესეთი რიგი დგას. აქვე არის სუვენირების მაღაზია, სადაც ყველა სუვენირზე გამოსახულია პინგვინი. პინგვინის ოვერდოზი მაქვს. აი, ესეთი გზა ჩადის პინგვინების სანაპიროსთან. აგერ ერთი პინგვინი გამოჩნდა უკვე, თუმცა ქვემოთ ბევრად მეტია, ამიტომ ჩავიდეთ პირდაპირ ქვემოთ. ნუ გარდა იმისა, რომ პინგვინებს ნახავთ აქ, სანახაობრივადაც თვითონ ადგილმდებარეობაც არის ძალიან ლამაზი. და ნუ ეს პინგვინები რო ემატება, ორმაგად სანახაობრივი და შთამბეჭდავი ხდება აქაურობა. ძალიან სასიამოვნო გარემოა რა, აი არ ვიცი. მოლოდინებს გადააჭარბა კეიპტაუნმა. კრიმინალს თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, სხვა მხრივ არაფერი არ დაეწუნება აქაურობას. აი ეს მხარე ძალიან ლამაზია რა, სანაპიროს მაგრად უხდებიან პინგვინები. და გარემო ნახეთ რა ზღაპრულია.
ეს გახლავთ ბოლდერსის სანაპირო, ადგილი, სადაც აფრიკული პინგვინები ბინადრობენ. ანტარქტიდის პინგვინებისგან განსხვავებით ეს სახეობა თბილ კლიმატს კარგად ეგუება. ბუდეები აქვთ გაკეთებული, როგორც ხედავთ, მიწაში და შიგნით წანა. ბოლდერს ბიჩზე პინგვინების კოლონია 1980-იან წლებში გაჩნდა და დღეს ეს ადგილი დაცული ტერიტორიის ნაწილია. ტურისტებს მათთან ძალიან ახლოს მისვლა შეუძლიათ, მაგრამ შეხება, გამოყვება ან შეწუხება არ შეიძლება. საკმაოდ ბევრი პინგვინია, როგორც ხედავთ, ჩემს უკანაც არიან, წინაც არიან, რავი, ყველგან არიან. უბრალოდ ამ კონკრეტულ ადგილზე არ შეგიძლია რომ გადახვიდე და მიუახლოვდე. მაგრამ მე მაქვს თანახი ფოტოები და ვიდეოები, სადაც ტიპები მიდიან და ახლოს იღებენ ვიდეოებს ამ პინგვინებთან. ჩვენც ვიპოვეთ გზა, საიდანაც უფრო ახლოს მისვლა შევძლებდით მათთან. აი, ეს გზა უნდა გავიაროთ და სადღაც აი იქ უნდა აღმოჩნდეთ. სრულის წინ პინგვინებისკენ. ამოვიარეთ კლდეები. აი ესეთ ჩვეულებრივი სანაპიროა და ესენი აიქ თავისთვის ჭრდილში ისვენებენ. ბარო ჯიგარ. არ მიგვინა ხა. აუ რას საყვარლები ხართ ბიჭო. ანტარქტიდაზე ხო უამრავი პინგვინი ვნახე, მაგრამ აი ეს ახლოს არც ერთთან არ ყოფილვარ. ასე რომ აკო ძმაო, ოცნების ასასრულებლად შეგიძლია აქ ჩამოხვიდე. აქ პინგვინებს პრობლემა არ აქვს. მგონია რომ სიზმარში ვარ რა, იქ მილიონ წეს რო გაცნობენ, რომ აი პინგვინს არ უნდა მიუახლოვდე და უცებ ესე ახლოს რეჩიტებიან, ძალიან მაგარი შეგრძნება. აქ თუ მოხვდებით, აი აქ უეჭველი უნდა მოხვიდეთ და ახლოდან უნდა ნახოთ პინგვინები და არა აი იმ რაღაცა ჯებირებიდან. თან ანუ საერთოდ არანაირი რეაქცია არ აქვს, იმიტომ რომ მიჩვეულები არიან ადამიანებს. პინგვინების სანაპიროდან გავემართეთ აფრიკის უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთ წერტილისკენ. რა ჩიგრებია. და სანამ დანიშნულების პუნქტამდე მივიდოდით, გზად სრულიად შემთხვევით დავინახეთ სირაქლემები. საერთოდ არავინ არ მოველოდით ახლა ამათ ნახვას აქ. აი ესეთი მრავალფეროვანი ქვეყანაა სამხრეთ აფრიკა. ეხლა მეგობრებო, ვიმყოფებით აფრიკის ყველაზე სამხრეთ-დასავლეთ წერტილში. და აი აგერ აღნიშნაც არის ჩემს წინ. და აქ არის შუქურა ზემოთ, სადაც ეხლა ავალთ და მაგ შუქურასაც გაჩვენებთ. შუქურაზე ასასვლელად ჯერ ფუნიკულიური გამოვიყენეთ, ხოლო გზის დარჩენილი ნაწილი ფეხით ავიარეთ. შუქურა არ არის აქ თავარი. აქ არის თავარი ხედები, რომელიც იშლება აი ამ ადგილიდან. ნახეთ რა ლამაზია. ეხლა ავიდეთ ბოლოში. დარწმუნებული ვარ, იქიდანაც საოცარი ხედები იქნება 360 გრადუსი. ამ შუქურის მთავარი ხიბლი არის ადგილმდებარეობა. თორემ საოცარი ხედები იშლება აქედან, საითაც არ უნდა გაიხედო. ნახეთ რა ლამაზი გარემოა, ბიჭო. საოცრება. ამ საოცარი ხედების ფონზე ჩვენი დღევანდელი ექსკურსიაც დასრულდა და დავუბრუნდით ისევ კეიპტაუნს, სადაც დაღლილები და მშივრები სტეიქ ჰაუსში დავსხედით. ამასობაში მოსაღამოვდა მეგობრებო, შემოვედით სტეიქ ჰაუსში. მთელი ჯგუფი და აქ არის ძალიან საინტერესო მენიუ რა. გვთავაზობენ ზებრის ხორცს, ნიანგი, სირაქლემა, პუმბა. ვაპირებთ რომ რაღაცები დავაგემოვნოთ. სავარაუდოდ ზებრას დავაგემოვნებ მე პირადად. ზებრის ხორცი აღარ გქონდათ, ამიტომ ნიანგის დაგემოვნება გადავწყვიტეთ. ანტილოპაც შეუყვეთა აგერ ირაკლი. მოკლედ ანტილოპას და ნიანგს გიახლებით მეგობრებო. აი ესე გამოიყურება მეგობრებო ნიანგი. შამპურზე ასმული და რაღაცები უსვია. აბა ვნახოთ როგორი გემოაქვს ნიანგს. ძალიან რბილია. პირველ რიგში იმის თქმა მინდა რომ გემრიელი ვაფშე არ არის. ანუ არასდროს ამას არ შეუყვეთა. ხო. ნიანგს ჩემგან დიდი მინუსი. გავსინჯოთ აბა ანტილოპა. ძალიან ჩვეულებრივი ხორცია. ხბოს ხორცი მეგონებოდა რო არ ვიცოდე. ნიანგს ანტილოპა ჯობია. ასე დასრულდა ჩვენი უცნაური ვახშამი და მესამე დღეც გათენდა. დღე მესამე დაიწყო კეიპტაუნში და დღეს ძალიან მაგარი დღეა. ბიჭებმა ვიქირავეთ მანქანები ჯგუფის წევრებმა. მომდეს არ არის ჩვეულებრივი მანქანები. და აგერ სასტუმროს ეზოში გვიყენია და ეხა გაჩვენებთ. აუ, რა სიცოცხლე, აბა შეხედეთ მეგობრებო. აუ, რა ვიძია. ყველა ჩვენია, ხო?
1 2 3 ვარო მაგრა გიხდებათ აი ეს ულამაზესი მანქანები არის ყველა ჩვენი ხუთივე აი და ზმა გამოვში აი ამ უმაგრესი ვინტაჟური მანქანებით ყველა ერთად დავიძარით ქალაქის ცენტრისკენ. გავიარეთ ყველაზე ტურისტული ადგილები და ქალაქ გარეთ გავიდით. ისე ამონეთ აბა დინამიკიც გქონია დაჟე რა მაგას ვიძახით რომ მუსიკა გაასწორებდათ აქედან უკვე მე დავждები მეგობრებო ერთ-ერთ კობრაზე და ნახოთ აბა როგორ ივლის ყველაზე სასიამოვნო მომენტია ეს ოპა წავედით სად არის გაზი აუ რა მაგარია ბიჭო როცა ესეთი მანქანა გყავს დაზღვევა აუცილებელია და მანქანებს ვაზღვევთ რა თქმა უნდა სადაზღვევო კომპანია ვაიზერში სადაზღვევო კომპანია ვაიზერი გახლავთ ჩემი არხის სპონსორი და აი ამ არაჩვეულებრივი კონტენტის წარმდგენი. სულ დამავიწყდა ტელეფონის მოპარვის ამბები, ყველაფერი დამავიწყდა იმდენად გამაბედნიერა, ეხა აი ამ პატარა გასეირნებამ, აი ამ ძალიან მაგარი მანქანებით. არ ვიცი, აი უბრალოდ მივდივარ და ბედნიერი ვარ რა. და მაგრად მომინდა რომ აი ეს მანქანა მყავდეს თბილისში. ვერ აგიხსნით აი ამ შეგრძნებებს, რასაც იღებ ამის მართვის დროს და თან ნუ ესეც საოცარ გარემოში. ქალაქ გარეთ ბევრი ვიარეთ და დავბრუნდით ისევ კეიპტაუნისკენ. მანქანები გზაში საკმაოდ დიდ ყურადღებას იქცევდნენ. თუმცა ზოგჯერ ეს არც ისე კარგი იყო, რადგან მარტივი სამიზნეები ვიყავით ქურდებისთვის. დავაკვირდი რა შუქნიშანზე რომ ჩერდებოდი ტიპები იდგნენ სპეციალურად რომ ყურადღება მოგედუნებინა და ხელში ტელეფონი რომ წერო და ისევ წამართმევდნენ რა თუმცა ეხა უკვე მომზადებულები ვართ და მთელი ჯგუფის წევრები რა თქმა უნდა გაფრთხილებულები არიან და ყველანი ფრთხილად ვართ რა ასე რომ ბიჭო ეხა გული გავისკდა ჩემი ბაზარი არ არის, აი ხა სავსებით შესაძლებელია რომ ეს კამერაც ვიღაცა ავაცალოს. ძალიან ფრთხილად უნდა იყო ამ ქალაქში რა. თან ესე კოხტად გამზადებულები ვართ კაბრიოლეტებით. ოდნავ თუ მოადუნე ყურადღებაც კამ და აგაცლიან ნებისმიერ ამას რაც ხელში გიჭირავს. არა, გიორგიში, კარგად მეჭირა. კარგად მეჭირა, უკვე მომზადებული ვარ, ვაუ, ეგარ ამართმევე. იმ ერთმა შემთხვევამ კაცმა არ იცის რამდენი ჯგუფის წევრი გადავარჩინე. ეხა ყველა ფრთხილად არის. ეგარი მეგობრებო. მოვედით ისევ. ჩავაბარებთ ეხა მანქანებს უკან და ყველაზე მაგარი ამ ამბავში ის არის რომ ეს მანქანა ერთი დღე ღირდა $150, რაც დამეთანხმებით რომ საკმაოდ კარგი ფასია აი ესეთი მანქანისთვის რა. ძალიან ვისიამოვნეთ ჯგუფის წევრებსაც მაგრად გაუსწორდათ. და ალბათ ყოველ მოგზაურობაში როცა ჯგუფურ ტურს გავაკეთებთ, მსგავსი აქტივობა ყოველთვის გვექნება. დაელოდეთ ხოლმე ტურისტული კომპანია Around the World-ის ჯგუფურ ტურებს. ჩვენ ვირჩევთ ყოველთვის განსხვავებულ ქვეყნებს სამოგზაურო. ამასობაში ნავსადგურში მოვედით და აი ამ კატამარანით ეხლა გავისეირნებთ. გზის ჩასვლის პერიოდს დავამთხვიეთ და ავი წესით კაი სანახაობები გველოდება. არ დაგავიწყდეთ კიდევ ერთხელ გთხოვთ ჩემი არხის გამოწერა. მილიონ გამოწერამდე უნდა ავიდეთ უეჭველი მალევე რა, მაგრამ როცა ავალთ კეთილი იყოს ჩემი ფეხი. Thank you. გაგიმარჯვეთ მეგობრებო.
დაიზრა ჩვენი კატამარანი და მოდი გავიხედოთ ახლა გარეთ, იმიტომ რომ საოცარი მზის ჩასვლა გვექნება აქ. აუ, რა მაგარია. სალამაზია. იდეალური განწყობა, იდეალური ამინდი. ავი, შეკეთე. საოცარი მზის ჩასვლა, კარგი ხალხი და კარგი განწყობით ვართ მოკიდე. ჯადოსნური მზის ჩასვლის შემდეგ სავახშმოდ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კონცეფციის რესტორანში წავედით. და დღეს ჯგუფის ყველა წევრს გვექნება შანსი რომ მივიღოთ განსაკუთრებული გამოცდილება ერთ-ერთ საუკეთესო და ძალიან ცნობილ რესტორანში, Golden Restaurant, ესეთი რესტორანია, სადაც გავსინჯავთ აფრიკის სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ კერძებს. ძალიან კარგად არის მოწყობილი ყველაფერი, ავთენტურად აცვიათ, იმტანებს. ეს არის ჩვენი მაგიდა და ხა დაიწყება ნელ-ნელა კერძების მოტანა და დაგემოვნება. პირველი კერძი მოვიდა, მეგობრებო, სირაქლემის სალათა. ნამიბიური კერძი გახლავთ ეს. ძალიან უსწრაფი დასაწყისია, პირდაპირ სირაქლემას ხორცით რო ვიწყებ. კაი, დავაგემოვნოთ სირაქლემას სალათი. შემიძლია, მართლა. ანუ ძალიან ბევრი რაღაცა სუნელები აქვს და კაი გემოები თამაშობს. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ყოველი კერძის მოტანის შემდეგ სხვადასხვა წარმოდგენებს და შოუებს მართავდნენ. ეს არის სამხრეთ აფრიკელი ქალბატონი, რომელიც გვასწავლის საკუთარ ენას. აი, ნახე როგორ ასოებს. ესეთი ასოები არსებობს რა. კიდე ერთი სიმღერა დაიწყო ტრადიციული. და ამ სიმღერის ფონზე თქვენ გაგიმარჯვოთ, მეგობრებო. და ყოველი ასეთი სიმღერის თუ წარმოდგენის შემდეგ მაგიდასთან ახალი განსხვავებული კერძი მოჰქონდათ. მოვიდა კიდე კერძები, მეგობრებო. მოროკო, დასავლეთ აფრიკა, კამერუნი, ზანზიბარი. და რა თქმა უნდა, ახალ კერძებს ახალი ცეკვა წარმოდგენა მოჰყვა. ეს რა არის, ბრატ? ეს რა ცეკვა? ოპა, დავიდა. მოხვდები სამხრეთ აფრიკაში და კონკრეტულად კეიპტაუნში. ვისწრაფ რომ ამ რესტორანში მოვდამდეთ და მიიღოთ ეს გამოცდილება. უარღადა, ვამა შეგერე. რა ხოძია? შეგენაცალე. ასე დავასრულეთ მოგზაურობა კეიპტაუნში და აქედან იოჰანესბურგში გამგზავრების დროც მოვიდა. მოვედით აეროპორტში ამ წამს და გვაქვს ფრენა კეიპტაუნი იოჰანესბურგი. ამ უკანასკნელში კეიპტაუნიდან ზუსტად 2 საათში ჩავფრინდით და აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროსკენ ავიღეთ გეზი. ერთი შეხედვით ქალაქი არც თუ ისე სანდომიანად გამოიყურებოდა და რა თქმა უნდა, ეს ასეც იყო. როგორც იქნა ჩამოვახციეთ იოჰანესბურგში, ეს არის ჩვენი სასტუმრო, ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო უბანშია. ნუ ზოგადად უსაფრთხო უბანი არც ერთი არ არის ამ ქალაქში, მაგრამ შედარებით ყველაზე უსაფრთხო უბანში გახლავთ აი ეს ჩვენი სასტუმრო. იოჰანესბურგი სამხრეთ აფრიკის უდიდესი ქალაქია და ქვეყნის ეკონომიკურ ცენტრად ითვლება. ქალაქი მას შემდეგ განვითარდა, რაც 1886 წელს ოქრო აღმოაჩინეს. სწორედ ამიტომ მას ხშირად ოქროს ქალაქსაც უწოდებენ. თუმცა ოქროს ქალაქი ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური და სახიფათოა. აქ მაღალია ძარცვის, მანქანის გატაცებისა და ქუჩის კრიმინალის მაჩვენებელი, რის გამოც ტურისტებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართავთ. გამოვედით იოჰანესბურგის ქუჩებში. აი ესეთი სიტუაცია აქ. თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო. კეიპტაუნში ხო? არ იგრძნობა რომ კრიმინალური ქალაქია რა, ერთი შეხედვით ვერ იგებ მაგას. იმდენად კარგად არის მოწყობილი ყველაფერი, თუმცა
ამ ყველაფერს იოჰანესბურგზე ვერ ვიტყვით. აქ აშკარად როგორც კი გამოხვალ აი ამ ცენტრალურ ქუჩებში იგრძნობა რომ შესაძლებელია საკმაოდ კრიმინალური ქალაქი იყოს. ახლა რა სახეებით იყურებიან. ყველას უნდა რომ ჩემი კამერა წაიღოს. ყარად მიჭირავს კამერა და მზად ვარ იმისთვის რომ ვიღაცა რომ წავართოს გავეკიდო. ჯგუფის წევრები ნელ-ნელა გტოვებენ. ნელა ყველამ დაგტოვეთ. ვერავინ ვერ აიტანა ის განწყობა რაც ამ ქალაქში სუფევს და დავრჩით მე და გიო. ეს არის ქალაქი, სადაც არასდროს მოგინდებათ ჩამოსვლა. ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი ამ უსახური ქალაქით ტკბობა არ არის. ჩვენ აქ პილანესბერგის ეროვნული პარკის გამო ჩამოვედით, რომელიც სულ რამდენიმე საათის სავალ გზაზეა იოჰანესბურგიდან. დილის 6 საათია მეგობრებო, მივდივართ საფარი ტურზე. ახლობით 3 საათის გზა გვაქვს აქედან. პილანესბერგის პარკი უნიკალურია, რადგან მრავალი წლის წინ ჩამქრალი ვულკანის კრატერშია გაშენებული. სწორედ ამიტომ აქაური ლანდშაფტი სრულიად განსხვავებულია. პარკში 7000-ზე მეტი ცხოველი ბინადრობს, მათ შორის დიდი ხუთეული, ლომი, ლეოპარდი, სპილო, მარტორქა და აფრიკული კამეჩი. გვითხრეს რომ თუ გაგვიმართლებდა ერთ დღეში 5-ვეს ნახვას შევძლებდით. Pilanesberg is quite huge. It's 55,000 hectares. This is not a zoo. We don't know where the animals are. We are trying to აი search. ეს გახლავთ ჩვენი მანქანა, მთელი ჯგუფი. ვეტევით ერთ მანქანაში და გავიმგზავრებით საფარისკენ. ესეთ ადგილებში როდესაც მოგზავრობ და ზოგადად როდესაც აფრიკაში მოგზავრობ, ყოველთვის საჭიროა ყოღოს საწინააღმდეგო სპრეი. აფრიკაში ყოღოს საწინააღმდეგო სპრეი მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ რეგიონში ყოღოები მხოლოდ შემაწუხებლები არ არიან. ისინი სხვადასხვა დაავადებას ავრცელებენ. ამჯერად ჩემზე იზრუნა ავერსმა და გამომატანა ყოღოს საწინააღმდეგო სპრეი, რომელიც გამომადგება დღეს. მადლობა ავერს იმისთვის, რომ ზრუნავს ჩემზე და მადლობა იმისთვის, რომ არის ჩემი არხის სპონსორი. დავიდარით მეგობრებო, დაახლოებით 5-6 საათი გაგრძელდება ჩვენი მოგზაურობა და ნახოთ რა ცხოველებს ნახავთ. ალბათ 20 წუთიც არ იქნებოდა გასული, რაც პარკში შევედით და პირველი ჟირაფიც გამოჩნდა. აი მეგობრებო, ჟირაფი რა ლამაზია რა, აი ჟირაფზე ლამაზი არც ერთი ცხოველი არ არის. აი მას შეხედეთ ახლა, აგერ ორია და აქედაც ორნი არიან. ანუ ჟირაფები ბევრგან მინახავს, მაგრამ მნიშვნელობა აქვს სად ნახავ რა. ესეთ ლამაზ გარემოში ორმაგად სასიამოვნოა ამათი ნახვა. გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. აუ რას გარბიან? რო გარბიანჩი. დავაი, მოხიეთ. ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჟირაფი ვნახეთ. ისინი დროდადრო ხვდებოდნენ ხოლმე სხვადასხვა ადგილებში და ზოგჯერ სამანქანო გზაზეც გადმოდიოდნენ. აუ რა ახლოს არის ვარღადა. აუ ჯიგარ. მოდი რამდენიმე საინტერესო ფაქტს გეტყვით ჟირაფზე. ის საკმაოდ მშვიდი ცხოველია, თუმცა თუ საჭირო გახდა, იმდენად ძლიერად ურტყამს ფეხს, ლომისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. მისი უნიკალური ლაქების სხეულზე ადამიანის თითის ანაბეჭდივითაა. ორი ერთნაირი არ არსებობს. ჟირაფის ენა კი თითქმის 9 მეტრის სიგრძისაა და ის მას ხეებიდან ფოთლების მოსაწყვეტად იყენებს. მოკლედ ინფორმაცია მოვიდა, რომ სადღაც არის 3 ლომი, 4 ლომი. 3 გაწიეთ. და მივდივართ ახლა იმედია ვნახავთ. დაახლოებით 9 საათი ვიარეთ და ლომებსაც მივადექით. ადე რა, ძმობას გაფით. აგე? აბა რა, ადე. კიდეს თხოვე სოსო. ადე ჩემო ძმაო. მიუხედავად იმისა, რომ ლომები საკმაოდ ძლიერები და სწრაფები არიან, ისინი დღეში მხოლოდ 2-3 საათის განმავლობაში ნადირობენ და არიან აქტიურები. დანარჩენ დროს კი დასვენებაში ატარებენ. ამიტომ ყველა ლომი, რომელიც ვნახეთ, იწვა და ისვენებდა. გავიდა სადღაც 2 საათი და გავჩერდით ახლა ლანჩზე. ესეთი ადგილია, დაცული ადგილია, შემოღობილია, რომ ცხოველები არ შემოვიდნენ. როგორც ხედავთ, ჩვენს გარდა სხვა ჯგუფებიც მრავლად არიან აქ. ესეთი შენობაც არის აქ. აქეთ არის მაღაზია, აქეთ არის სუვენირები.
და აქ არის ესეთი სიტუაცია, მაგიდებია სადაც შევჭამთ. გაჩვენებთ ახლა რატო არის ძალიან მაგარი ადგილი ეს. ანუ აქ ყავს ფრინველები, რომლებიც ცდილობენ შეჭამოს საჭმელი და აქეთ უკვე არიან ცხოველები. მოდიან და მოდიან უკან ეს ქურციკები, დიდი ალბათობით ქურციკები არიან, უბრალოდ არ ვიცი. ეს ახლა ძალიან კარგი მოფიქრებაა რა. ლანჩი ესეთ ადგილზე ასწორებს თან ცხოველებს რო უყურებთ. კაი, დროა ახლა შევჭამოთ. სენდვიჩი, სალატი. ეს არ ვიცი რა არის. ესე გამოიყურება ეს სენდვიჩი. მარტივია და გემრიელი. ესეთ გარემოში კიდევ ორ მაგად გემრიელია. გემრიელი ლანჩის შემდეგ დავბრუნდით მანქანაში და ჩვენი საფარი ტური ისევ გაგრძელდა. წავედით ისევ გავაგრძელებთ ცხოველების დათვალიერება. ცხოველების რაოდენობით შეიძლება არა, მაგრამ ლანდშაფტით რაც კი მინახავს საფარი ტურები და ცოტა არ მინახავს, ერთ-ერთი საუკეთესოა ეს. ძალიან ლამაზია გარემო, მართლა. აქ რაღაც ხდება აშკარად. ერთი ზებრას გამოვა ამდენი მანქანა გაჭერებული. ზებრა გაფერხებ მოძრაობას, გადავიწიოთ. ზებრაზე დგას ბაზარი არა. არა მარტო ზებრები, აქეთ ჟირაფები, აუ გაიქცნენ დო. ზებრებიც არაერთხელ შეხვდნენ პარკში. ზებრებიც გადადიან. ასევე ვნახეთ რამდენიმე მარტორქა, ჰიპოპოტამი და ლეოპარდიც კი. საერთო ჯამში საკმაოდ სასიამოვნო 6 საათი გავატარეთ პილანესბერგის ეროვნულ პარკში. დასრულდა ჩვენი ტური, დავბრუნდით ახლა უკან. იდეალური იყო აი ეს საფარი ტური რა, აუ ძალიან კმაყოფილი ვარ. საერთო ჯამში საკმაოდ სასიამოვნო და საინტერესო მოგზაურობა გამოგვივიდა. მიუხედავად იმ ერთი პატარა უსიამოვნო ინციდენტისა, თუმცა ესეც მოგზაურობის ნაწილია. თავარია ცოცხალი ვარ და კარგად ვარ. დანარჩენი უბრალოდ ისტორიაა, რომელიც ჩემს სამოგზაურო გამოცდილებას მიემატა. თქვენ კი არ მოიწყინოთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ერთ ხანა ხერა უკნა. მეგობრებო, ჩემი ფანი გავაძრე, რომელიც ამას ვიცი რომ არ ჩასვამნოთ ყველა წვალო.